მოკლედ მეგობრებო, ჩვენი ორკვირიანი საჭკაობა დამთავრდა, სამწუხაროდ რა თქმა უნდა. და დღეს გავაგრძელებთ კიდე, ასაც ვაკეთებთ, არ ვიცი რა ქვია უკვე რა. დღეს განვიხილავთ სინათლის ეფექტებს. ზოგადად ბევრი ვიფიქრე წინა ვიდეოებზე და დავამოღამე, რომ ორი პრობლემა არის. ერთი ის, რომ ძალიან ბევრს ვლაპარაკობ ხოლმე. უაზროდ. და მეორე კიდე ის, რომ რაღაც პონჩი არაბუნებრივი ვარ ხოლმე. არ ვიცი რატო. აი დავიკიდოთ. ჩვენ მიერ ერთ-ერთი გაკეთებული რაღაცა მეგობრებო იყო აი ესეთი რაღაცა. ამოდის ფოტო და საღოლ მაგარია ძა. ეს ამ ფოტოს დავადებთ ერთ პატარა სინათლეს. გვინახავს ხო? რაღაც ობიექტზე, რაღაც სიელვარე რო გადადის ხოლმე, დებილურად. აი დაახლოებით ეგეთი რაღაც გავაკეთოთ, მოდი და ვნახოთ რა მაგარი იქნება. ასევე აქვე ვნახავთ რომ უმარტივესი არის რაღაც პონჩი. ამისთვის მარჯვნივ ჩავწერთ პირდაპირ light sweep ესეთ რაღაცას. მოვუკიდებთ ამას ხელს და დავაგდებთ პირდაპირ აი კატის ფოტოზე. ნახეთ რაღაც გაჩნდა აქ. რა არის ეს? აი ესე რო გადადის ხოლმე მანქანებზე ან ნებისმიერ ამაზე ელვარება. მოგინახოთ, მეც მინახავს. ხო და დამაინტერესა მეთქი ვახ როგორ კეთდება. აი თუმე როგორ კეთდება, ესე უმარტივესად. მაგრამ ნახეთ, ესე რო წამოვა, ეს რაღაც აქ რო იქნება. აი მანდ რო დაიწყოს. აი ესე რო გადატარდეს. მაგარი იქნება ძალიან. ამისთვის ჩვენ გვინდა keyframe-ები. იმისთვის რომ keyframe-ები მოიხოდოს, მარცხენა მხარეს ჩამოვშლით ამ ეფექტს. და სადღაც ამ მომენტზე დავაჭერთ keyframes. დავაჭირეთ. მე რეუდნაო გადავწიოთ. და ესე ჩამოვიდეს. წესით მეორე keyframe-იც შეიქმნებოდა. რატომაც არ შეიქმნა? იმიტომ რომ სხვა რაღაცას დავადეთ keyframe-ი და მაგით ორ შეიქმნა. არა უშოს. აი ხა შეიქმნება. ზგავ ჩამოვიდა აქ. ძალიან მაგარი. ტრადიციულად easy-ები, რო ვითომ პროფესიონალებს დავიმსგავსოთ. ცოტა ჩქარი არის რაღაც პონჩი. ასე რომ მოდნო გადმოვწიე. აუ, вообще, ეხა ბევრად მაგარია. რა აკლია ამას? ამას აკლია sound effect-ი, რა თქმა უნდა. ეს რო გადავა და ნახე ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ კიდე აი აქეთ, მარცხენა ზედა კუთხეში. ჩვენ შეგვიძლია ეს ცოტა მოვხოდოთ, ინტენსივობა გავზარდოთ. არ ვიცი, ეს. რაც ცოტა ბანძობაა. ამ ფერით შეგვიძლია შევცვალოთ. ეს ფერი დავადოთ რა პრობლემაა. ნახოთ აბა როგორი იქნება. ბევრად კაია. კოჩო? ფერი როგორ შევცვალე, ამ რაღაცას დავაჭირე და მე აქ მოვიტანე. ეს ადრე დავამოღამე, რომ სადაც დააჭერ იმ ფერს იღებს მოკლედ. ამას ახლა აკლია sound effect-ი და всё, გამომცხვარია ჩათვალეთ რა. აი ესეთი რაღაც. მე უკვე ჩავიწერე რაღაც დებილობა sound effect-ი. შეგვიძლია დავსერჩოთ Google-ში პირველივე free sound effects swoosh ან არ ვიცი pop-up ან რამე ეგეთ დებილობა. ტრადიციულად პირდაპირ ფაილიდან გადმოვაგდებთ ამ რაღაცას და აგერ დავაგდებთ. ხო, ლუს ორჯერ რო დააჭერთ, გამოჩნდება ამის ისინი. ამ sound effect-ის ტალღები თუ რაც ქვია, მოკლედ wave form თუ რაღაც. მაგრამ ეს ძალიან ნელი არის გადმოსვლა ვიდრე sound effect-ი, მაგრამ დავიკიდოთ ახლა ამ ეტაპზე ეგა. ხავარი ეგ არ არის. თავარი ეგ არ არის, თავარი სხვა რაღაცა არის. ჯერ არ ვიცი რა არის თავარი, მაგრამ ეს რო არ არის ეგ ვიცი. ესე ჯიგრულად. ჩვენ შეგვიძლია რომ ეს ავაჩქაროთ რა თქმა უნდა. აი ნახეთ აი ესე. ახლოს რომ მოვწიეთ, მაგით აჩქარდება. აუ ეს ძალიან არის. ეს უკეთესი. მოკლედ აი ესეთი თემა არის. ეს ძალიან მარტივად კეთდება თურმე, ნებისმიერ რაღაცას. შემდეგი სინათლის ეფექტი რა არის, ნახეთ. შემდეგი არის lens flare ეგრეთ წოდებული. ისე ფოტოზე დავაგდოთ და ნახეთ რა ჯიგრული რაღაცა არის. თითქოს მზეგვანათებს თვალებში. ფუშენ. აი ნახეთ. აი აქ პატარა რაღაცეები რო დადის. ანუ ვითომ სინათლე შემოდის რა. ეხა ამ კონკრეტულ ვიდეოში არაფერი შეიძლება გჭირდება, მაგრამ არის მომენტები, როდესაც აი ზედა კუთხეში რაღაცა ესე მოიხოდება რა. აქედან შეგვიძლია მილიმეტრები შევცვალოთ. ზოგი უფრო დიდად ანათებს. აი ეს უფრო დიდად ანათებს მაგალითად. პირდაპირ რამენში იმენა. შეგვიძლია ჩავაქროთ, ავანთოთ და ასე შემდეგ. ან ესეთი რაღაცებიც არის შესაძლებელი მოკლედ. ზოგიერთ ანიმაციაში ძალიან გამოსადეგარი არის მოკლედ ეს. და ბოლო არის ეგრეთ წოდებული light flames კი არა და rays ხო? light rays. აბა ნახოთ რა არის ეს. როგორც ხედავთ იგივე რაღაცა არის. ოღონდ თვად იგივე არა. ორი წამი ეს გავწიოთ. ვერტევ. სამწუხაროდ ჩავაქროთ ეგ ცოტა ხანი.
და ნახეთ light frames-ი რა შვება. ეს სხვანაირი არის თუ დაამოყამეთ. ის არის თითქოს ფანჯინომზე რო ანათებს და ეს არის ერთი წერტილიდან რო გამოდის პირდაპირ სახეში. ნახეთ ძალიან მაგარი რაღაცა არის. კაცმა არის ის როდის დაგჭირდება ეს. არც მე არ ვიცი. მაგრამ იყოს რა. ვის რას უშლის ხოლმე. მოგილ ეგ იყო და ეგ.